დღეს მე გამოვწერ რამდენიმე საკმაოდ უცნაურ პროდუქტს თემოდან. ესენი იქნება სათვალთვალო კამერა, ბალიში ჩემი სახით და რუსიკი ჩემი სახით. მოდი დავიწყოთ. მომივიდა თემოდან საბოლოო ამანათები, განუყუთვა გადავიღეთ ეგრევე. სხვათა შორის გამოვიწყდა აქ რა იყო. აუ ეგრევე საინტერესო რაღაცები მოხდა თვალს. პირველ რიგში მოხდა კამერა, რომელიც გამოიყურება ესე. დამსხრეული კამერა. ვაიმე. ეს არის კამერა. ეს პატარა რაღაცა არის კამერა. და რა პონტია? უკან რაღაც ღილაკია, გვერდზე რაღაც ჩინურად აწერია. ცოტა გაუგებრობაში ვარ, შეიძლება ვაფშე დასატენი იყოს, ამიტომ ამას დავტენი და აუცილებლად ამის მაგარ განხილვას გადავიღებ ცოტა ხანში. მიკროფონი საინტერესო იყო ძალიან. შემდეგი იყოს ეს რაღა Wi-Fi კამერა, ესეთ პატარა რაღაცაზე, Wi-Fi კამერა. ხუთები არის ძალიან განადგურებული სხვათა შორის. ვაიმე, კიდე ერთი კამერა გამომიწერია ისეთი. ხარისხი დიდად განსაკუთრებული არ იყო, ნუ რასაც ხედავთ, მხოლოდ ეს შევცელი რომ გადამეღო ამ კამერით, ძალიან ჭედვადია. აუ, არ გამაგიჟო. არ გავა, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, ბიჭო. რა სიძახი. რა მაგარი რაღაცა. აუ, ეს უნდა ჩავიცვა და გავიდე. ძალიან მაგარი რაღაც უნდა გაჩვენოთ. აუ, აი ეს ძალიან გამისორდა. ანუ ტრუსიკი მართლა ძალიან გადაობა იყო. ხარისხი რა თქმა უნდა კატასტროფა. სუნიც როგორია, გეგონება ვიღაცას უკვე ეცა. ცუდი სუნი აქვს, მაგრამ ძალიან გადაობა. ეს არის ნატურები, როცა გაიღვიძებ, შეგიძლია რომ ლოგინს მიაკრა და რავი, ფეხს როგორც კი გადადგა, იმ წამს გაანათებს და არ მოგიწევს შუქის ანთება თუ ოთახის ბოლოსაა. ეს ნახეთ აინთო. აბა ეს თუ აინთება. არა, ეს გამართული, ეს აინთო. ეს არ ვიცი როგორ აინთო. ეს არის ამაჭურის გაზღვება, არ ვიცი როგორ აინთო. ეს არის ლინზისთვის. ეს არის რომ დღისით უკეთესად გადაიღოს კამერამ კადრები, კაი რაღაცა. ჩემი ვიდეოებში დიდი სხვაობა იყო. ეს რა არის? ეს არის ტელეფონის სამაგრი, რომ ტელეფონი განათავსოთ ავტომობილზე მიაკრავ ამ მაგნიტს, ამ მაგნიტს ტელეფონზე მიაკრავ და წკაპ ერთმანეთზე განათავსება ძალიან საკაიფო რაღაცაა ესეც. ოპა, ეს სათვალე ჩამოვიდა, ანუ ნახეთ რა შეფუთვა, ღმერთს ვიცაო. სათვალე უკვე ჯეიმს ბონდურია რაღაცა. შავი სათვალე, ჩემო ძმაო. ძალიან იაფასიანია. აუ, იმენა ბლატატა. ძალიან უხარისხო სათვალეა, მაგრამ ამ სათვალეში გადავიხადე 5 ლარი, არც კი შესაბამისად დიდაც ვერ ვიწუწუნებ. ესეც ლინზა. ესეც ლინზა კამერის ფილტრი და იტოქში ესეც კაი რაღაცაა რა. მოკლედ სიტყვაზე მენდეთ, მაგასაც გაჩვენოთ როგორია. ეს არის USB მიკროფონი. და ძალიან მაინტერესებს როგორი ხმა იქნება, ამიტომ მოდი ჯერ განყუთვა გადავიღოთ. რა შუბა, აუ ძალიან, აი 5 დანგრეული მოდის. ყველაფერი დანგრეული მოვიდა თითქმის, მართლა, ეგ კატასტროფაა, არ შეიძლება. ეს მიკროფონი არის ბებიაჩემის. ეს ბებიაჩემა მთხოვა. კომპიუტერზე შესაერთებელია. ნუ საკაიფო რაღაცაა რა, 15 ლარი მივეცი. დააყენებ როგორც გინდა, თავისი ჩამრთველი და გამრთველი აქვს. კაბელი საკმაოდ გრძელი ჩანს. შვენიერი. ეს ყურში რომ უნდა ჩაიხედო ეგაა. ეს ძალიან მაინტერესებს. ანუ ამით შეგიძლია ყურში შეიხედო და გამოფხიკო. სასწაული რაღაცა. ეს მაგრამ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ და უეჭველი კარგად ჩაუჯდები ამას ცოტა ხანში. თუ მსგავსი რაღაცების ყურება არ გიყვარს, 10 წამით გადაახვიე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ბრალია. ნახეთ რა საკაიფო რაღაცაა. მოკლედ ყურში შედიხარ და ხედავ უშუალოდ სადგა გოგირდი გაჩხერილი. და შეგიძლია ეს გამოიღო ნაზად მშვიდად. აი ნახეთ რა მხოლოდ რაღაცა გამოვიყე რა უბედურებაა ჩემი რას გავდა. ვაიმე! ივან ბუაძე, ჩემი ლოგოსავით რაღაცა გავაკეთე.
და გამოვწე აკრილს თუ რაღაცას ეძახიან მგონი ამას არ ვიცი. ნუ უნდა დადგა და იდგას თავისთვის. ეს არის მიკროფონი, მოიცა ამას ცოტა ბოლოსკენ ვნახავ. ეს ჩემი ძმაკაცისთვის გამოვწერე თითი. უნდა და ესეთი რაღაცა და pointer თითი. უა! რამ სიგრძეა. ანუ ეს საჩვენებელი თითი რა, ესე რო აჩვენო რომ აი აგერ დაჯექი, იგერ მიდი. რამე ქენი ბიჭო, რაღაც მაგარი ძერს კი, აუ, მარცხ ტემუ, მაგრამ მევასებაჭი. მართალია ეს ყველაფერი 200 ლარი დამიჯდა და იმედი არხს გამოიწერთ რომ ცოტა მიღირდეს ამ სისულელეს გაკეთება. ეს არის ცხვირის პლასტირებიო თუ რას ეძახიან არ ვიცი, მაგრამ ცხვირზე უნდა დაიწებო და სუნთქავ. ხვდები? თუ სუნთქავ არ ხვდები, ხო ხვდები? აი ეს გავტესტოთ ახლა, აბა. ვა! ბიჭო, ესეც კაი რაღაცა, ანუ შიგნიდან წელავს ესე ვთქვათ რა. აუ, რა კარგი რაღაცა, ბიჭო. ანუ ეს პროდუქტი იმენა 10-დან 10 გავჩითე, თან ძალიან იაფი გადავიხადე ამაში. ეს არის კილო ჩემი მანქანისთვის რო გამოვწერე. ანუ ვა, არა ბილიც არის, მაგრამ ცოტა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. ეს მინდა იყოს ვიდეოს ხმის ტესტი 1-2 ეს ჩვეულებრივ კამერის ხმა და მოდი ახლა ვცადოთ ამით. ეს კი არის მიკროფონის ხმის ტესტი და ვნახოთ რა განსხვავებას მოგცემს თუ საერთოდ იძლევა რაიმე განსხვავებას. ეს კი ბალიშია ჩემი სახის გამოსახულებით, რომელშიც გადავიხადე 12 ლარი. და ცოტა არ იყოს ძალიან ისეთ გრძნობას მიტოვებს აი რაღაცნაირად ჰორორ ფილმში მგონია თავი ამ სულყურებ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, მე ძალიან მომეწონა ამდენი სისულელს ყიდვა. იმედი მაქვს რომ გამოიწერთ არხს, იმედი მაქვს რომ დაალაიქებთ კიდევაც, დააკომენტარით რა ვიდეოს ნახვა გაგიხარდებათ და შემდეგში რა ჯანდაბა გამოვიწერთ. თუ 5000 ლაიქზე ავართ, ნებისმიერ სისულელს გამოვიწერ, რაც კი კომენტარებში იქნება, ნებისმიერს. ოღონდ ბევრი ლაიქი უნდა ქონდეს, როგორც ვიდეოს, ასევე კომენტარს. ახლა კოცნით, გეხვევით, გეალერსებით და დროებით, გემშვიდობებით.